ეხლა მინდა მეგობრებო კურდღლების რეალიზაციას შევეხო, ანუ მოშენებას, გაყიდვას და ესე შემდეგ. ამ ბოლო პერიოდში ჩემო ძვირფასებო ძალიან ბევრი პოსტები დევს, რომ იყიდება ძალიან ბევრი კურდღლები, პეპელა, პანონი და ნუ ზოგადად 40 სახეობა კურდღლის საქართველოში. ხო და აი ძალიან უჭის გაყიდვა ხალხს და მე უკვე გული გაუტყდებათ, რომ მოგებას ვერ ნახულობენ და მოგება კიდე საიდან მოდის. ცოცხალ წონაზე 10 ლარი, 11 ლარი. როცა მეგობრებო ამათი კომბინირებული საკვები ძალიან ძვირი ღირს. თუ წისქვილი გაქვს საკუთარი და აი კომბინაციას შეურევ და სახლის პირობებზე გააკეთებ, კარგია, მაგრამ როცა არა გაქვს წისქვილი და აი იძულებული ხარ უყიდო ის კომბინირებული, რომ მოასუქო და შემდეგ გასაყიდ, ასე ვთქვათ, წონაზე მიიყვანოთ და გაყიდვა ცოცხა აპირებთ, აი ძალიან ჭირს და რატო ჭირს არ ვიცი. მე მაგალითად აი ამის გაყიდვა მინდა Facebook-სედაც დავდე და ამშავის ორი მამალი. სადღაც 50 ლარად და ამ პატარა ბაჭებსაც გავყიდი, მაგრამ გამომეხმაურა რამოდენიმე, ზოგი ძალიან შორსა ტრანსპორტირება არ უღის, იმიტომ რომ მოგება მაშინ არის კარგი, თუ ნაკლები ხარჯი გაქვს თავისთავად, ყველაფერზე ეგრეა, ბიზნესიც ეგრეა. თუ მეტი გაგიდის ვიდრე შემოსავალი ნაკლები, მის მოგება აღარა. ხო და რატო ჭირს ეს გაყიდვა არ ვიცით. ეტყობა დანერგილი საქართველოში ეს კურდღლის მოშენება, ფერმერები, ალბათ ესენი დაბკოლებას აკეთებენ. იმიტომ რომ რაც მეტი ყავთ, ცოტას დაუწევენ ფას და მე როცა ესე ცოტა რაოდენობით მყავს, კონკურენცია. კონკურენცია არის ის შემთხვევაში, თუ ყველას ყავს თითქმის უკვე და ნუ ამოყიდვა უჭირთ. ეხლა საქართველოში 3 მილიონი ადამიანიდან რო ვთქვათ მილიონს ეყოლება, უკვე კონკურენცია ძალიან დიდი. აქ უკვე ბაზარი ისე მიდის, რომ ყველა თავის ფას ადევს და თავისთავად ყველა ეძებს იაფ პროდუქტს, ანუ როგორც ვთქვათ, კიტრიბის, პომიდორზე შევალ და სხვადასხვა მაღაზიებში სხვადასხვა ფასია, განსხვავება 50 თეთრი, განსხვავება 20 თეთრი, ხო, ნუ 20 თეთრიც ფულია და 50 თეთრიც ფულია. ხო და ამიტომ ეტყობა რომ სადაც იაფი აი გადიან და აი ყიდულობენ და მე სამაგეოთ რომ იმაზე კარგი მყავს, იმაზე კარგი პროდუქტი მყავს და იმაზე დიდ მოგებას ნახავს ვიდრე ჩემთან, ხო, მაინც ის იაფიანი უჩევნიათ და ეს უკვე ეკონომიკას ეხება და საქართველოს ასე ვთქვათ უკვე პოლიტიკასაც ეხება და ყველაფერს. მაგრამ ჩვენ როგორც ასეთი რომ დამწყები ვინც ავართ, აი დავიწყე 5 დავედი 40-ზე, მაგრამ უკვე მიჭის ამათი რჩენა და მინდა რომ გავყიდო. მაგრამ აი არ იყიდება მეგობრებო, არ იყიდება. ძალიან უჭირს გაყიდვა. არის ერთი-ორი ადამიანი, რომელიც იბარებს მასიურად 50, 60, 100-იც რო იყოს ჩაიბარებს, მაგრამ ეხა მე 40 რომ მყავს და 40-დან 30 ბაჭია როა, ნუ თავისთავად ვერ ჩავაბარებ, იმიტომ რომ დასაკლავი წონა უნდათ ბევრს და ყველა ეძებს კიდე იდეალურ ჯიშს და არა ჰიბრიდს. მაგრამ ის კი არის იან რომ ჰიბრიდი უკეთესია ვიდრე ჩვეულებრივი ჯიშის, იმიტომ რომ ჰიბრიდი უფრო ებრძვის ვირუსებს, უფრო ებრძვის ავადმყოფობას და ანუ ორივე დედა და მამის, ასე რომ ვთქვათ, გენეტიკა ისია მოწყობილი, რომ ორივე კუდღეს ჯობია ჰიბრიდი. ეს ძალიან ბევრმა არ იცის ჩემო მეგობრებო. ეხლა ეს რომ კალიფორნიულია და შევაჯვარებ პანონს, აი ამ ორის ჯიში, ხო, თავისთავად იდეალური უნდა იყოს ვიდრე ერთის ჯიში და ერთის სისხლი. აქ ორივე სისხლი, აქ ორივეს გენეტიკა არეული და უფრო ძლიერი გამოდის, უფრო დიდი გამოდის და უფრო გამძლე ყველა პირობებში. ამის გაგება და ამის აღიარება ხალხს უჭირთ, ჩემო მეგობრებო, ეს უკვე ასე რომ ვთქვათ, არ ცოდნაა და ნუ არ არიან ინდონეზე რომ იცოდნენ რომელი როგორ და რანაირად. კალიფი შეაჯვარო, კი ბატონო, კალიფი გამოგივა. კალიფი პანონთან რო შეაჯვარო, მეგობრებო, მე ეგ მიჩევნია, ვიდრე ერთი ჯიში ერთზე შევაჯვარო. რადგან უფრო ჯანმრთელები და უფრო ჯანსაღები გამოდიან, უფრო წონაშიდაც მიდიან
და პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ თუ აარჩევთ ეგეთ ჰიბრიდს, უნდა აარჩიოთ დიდი წონის კატეგორიის კურდღელი, მაგალითად გოლიათი. იმიტომ რომ თუ თქვენი ვაჭრობა გინათ წაიყვანოთ, ასე რომ ვთქვათ, მეხორცეს მხრივ ან ხოცად გაყიდოთ, რა თქმა უნდა, რაც მძიმეა და რაც მეტ კილოს დაყრის, იმით მეტი ფული გექნებათ. ესეთია ბიზნესი. ხო და ამიტომ ჩემო მეგობრებო, ჰიბრიდი საუკეთესოა, მაგ მხრივ თუ გინდათ რომ მეხორცე იყოს და ხოცად გაყიდოთ და სად 60 კილოიანი კურდღელი პატარა მინიატურული და სად 7-8 კილოზე როა გივათ და თავისთავად ნუ ჭამა ერთსაც უნდა და მეორესაც, მაგრამ მეორე მეტ ხოცს დაყრის ვიდრე ერთი. ხო, ის პატარები კიდე, ისინიც ჰიბრიდები ყავს ყველა, დედალმამალი აქედან რამდენიან აღდათ არ ვიცი და აი ამის მოშორებაც მინდა გაყიდვა, ასე რომ ვთქვათ, ამან დამიჭამა ბაჭიები აი ამ ჭრელმა ფეხსერო დგას, ხო და ხან სიცივესა ვაბრალი, ხან სტრესო ვაბრალი, ერთ ბუდეს კიდე დავაყრევინებ ჩემო მეგობრებო და ვნახოთ აბა რას იზავს და როგორ იზავს. და თუ კიდე იგივე შედეგი გააკეთა, მე უკვე გაყიდვა მოუწევს. აი ნებისმიერ ფასად გავუშვებ და გაიყიდება. ესეც კიდე ჰიბრიდია, ძალიან ლამაზი წონა აქვს, უკვე დედას გაასწრო, მამასაც ეწევა, მამა უფრო დიდია ეს, ვიდრე დედა. ხო და მაგითო გეუბნებით ჩემო ძვირფასებო, რომ ჰიბრიდი ყოველთვის კარგია, იმიტომ რომ ისეთი წონა არის და ისეთი ჯანმრთელი და ისეთი, ასე ვთქვათ, გენეტიკაა, რომ ორივე კურდღელს ჯობია. რაც ბევრმა არ იცის. და რაც შეეხება კვებას, ჩემო მეგობრებო, ზამთრის პერიოდში, თუ ქალაქში ხართ კომბინირებულზე არიან დამოკიდებულები და ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ დადგეს და თივა და პრესი და ასე ვთქვათ, ადგილიც არ აქვს ძალიან ბევრს, თუ გარეუბანი არაა და ცოტა ისეთი სოფლის არ წააგავს. ხო და ზამთრის პერიოდში ახლა მაგალითად თივა, ახლა დღეს მოვიდა ანქეს, სიმის, ანუ ზამთრის პერიოდში ძვირფასებო ძალიან უჭით გამოზამთრება, იმიტომ რომ მწვანე ბალახი ნახდათ არ არის, რომ ის ვიტამინები მიიღონ და მარტო ამ თივით ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ცოტა ქავრობა და სალაგებელი მაქვს, ვერ მოვასწარი და ბევრი რაღაც ესეთები ყრია, რომელიც არ უნდა ეყაროს კურდღლებში, იმიტომ რომ კურდღელს უყვარს სისუფთავე და სუფთა ადგილი, ჩემო ძვირფასებო და ეხლა ესეა დაყინული ყველაფერი, რომ მერე და მერე გამოვცვლი. აი მაგალითად ეხლა ეს ბაჭია სადღაც 5 თვის გახდება, მაგრამ აი ვიტამინებიც დავაკელი, მწვანე ბალახიც დავაკელი და ნუ ზამთარი ესეთი პერიოდია, რაც არ უნდა აჭამოთ ჩემო ძვირფასებო, თავის თავს უთმობს პირველი, ანუ სითბოს გამოყოფსო, თავის თავი გაათბოს და რაც არ უნდა აჭამოთ, აი წონაში ძალიან ნელა წავა, ძალიან ნელა. არა ის 4 თვის ხდება შემეშალა ესა და ეს დები რომელიც 5 თვისები გახდებიან. და ნუ სიცივეში ჩემო ძვირფასებო თავის თავს ათბობენ ისევ და ისევ რომ არ გაეყინოთ ყურები, თათები და ესე შემდეგ. და ზაფხულიდან კიდე თავისთავად კარგია დათბება, წონაშიდაც სწავლიან და ესე შემდეგ. ზამთრის პერიოდი აი არავისთვის არ არის კარგი, გინდა ადამიანი აიღე, აი სულ რაღაცნაირად თბილად უნდა იყო და ნუ ვერ აქვს შესაძლებლობა, აი მზე, ვიტამინი, D ვიტამინი, ვიტამინები ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემო ძვირფასებო კურდღლებისთვის. დიახ, ვიტამინები თუ არ მოაკლდა, ყველა მიიღო, რაც აუცილებელია ზრდისთვის, დაწუნებული იყავით, რომ გაიზრდებიან ისეთები, როგორებიც გვინდა, მაგრამ ზამთრის პერიოდია ისეთი, რომ აი გარეთკენ ვერ გახვალ და ნუ გარეთ მწვანე ბალახს ვერ მოუტა, ტოტებს ვერ ჩაუყრი, ფოთოლს ვერ მოუკრიფავ და ამიტომაც ცუდი ზამთარი. და ძალიან მიჭის ზამთარში ამათ უკვე რჩენა. კომბინირებულიც კიდე როგორც გითხარით, ძალიან ძვირი ღირს ჩემო მეგობრებო. ბაზარში სადაც არ უნდა გახვიდე და სადაც არ უნდა გამოხვიდე, მართლა ჭირს. 2.5 უნდა კილოს და ამათთვის ახლა წარმოიდგინეთ რამდენი კილო უნდა იყიდო, რომ ეყოთ. და ან როცა ხორცადგინა გაყიდო, თავისთავად წონა უნდა გქონდეს, თორე ახლა ბაჭიას ახლა კილონახევრიას არავინ არ წაიყვანს, იმიტომ რომ ყველა ვაჭარია თუ გადამყიდველია თუ როგორცაა, ყველა ფიქრობს იმას, რომ დიდი წონა წაიყვანოს, რომ მეტი მოგება დარჩეს. სადღაც 70% მაინც დარჩეს ხორცი და ნუ დანარჩენი ტყავი და შიგნეული რაც ადამიანი არ ხმარობს საკვებისთვის, უნდა გადაიყაროს.
ხოდა ესეა მეგობრებო, ძალიან ღირს არა და ძალიან ჭირს გაყიდვა. არ შეიძლება ზამთრის პერიოდი როა მაგიტო. არ ვიცი ვერ გეტყვით. ეხლა მე სადღაც 28-მდე მყავს და რამოდენიმეს გაყიდვა მინდა ავაჭრელე Facebook-ი ისევ და ისევ, მაგრამ ვერანაირად ვერ გავყიდე. სანამ არ მივალ და არ ჩავაბარებ მეხორცეს, სადაც ადგილზე ტერიტორიაზე უნდა მიხვიდე და თავისთავად იქ მისვლა მაგდათ არ მიიღეს. იმიტომ არ მიიღეს, რომ გძელი გზაა და საწვავი გიდდა, მისვლა, მოსვლა, ყველაფერი ჩემო ძვირფასებო ეხება, რა თქმა უნდა, ფინანსებს. აი, რაც არ უნდა გააკეთოთ, ყველაფერი ფინანსებს ეხება. აი, ამ კურდღელს კიდე რა უნდა, არ ვიცი, ჯიბეზე ჩამომეკიდა. მეტყობა თამბაქო უნდა, მაგრამ თამბაქო ამათთვის არ შეიძლება. თამბაქოც გაძვირებულია, მინდა გითხრათ. ყველაფერი ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი ძვირია. ეხლა ამ წყალს წავიღებ. თივა გიყრიათ, კიდე ჩაგიყრით ახალს, მერე სიმიც მოგიტანთ და ირბინეთ ჩემო ბაჭიკუებო და გაიზარდეთ. ეს ზამთარი ნელა-ნელა გადის, ცოტა დათბა თქვენთვისაც და ძალიან მიხარია. ცოტა ხანში ის 4 ბაჭიას და კალიფორნიულ საწაკეთ გადმოვიყვან და იკუნტროშეთ, იმიტომ რომ თქვენ დიდი ტერიტორია გინდათ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ისე და ისევ არხი გამოიწერეთ, ვინც ჩემი არხს წააწყდით, ახლები ხართ, გამოიწერეთ, დაყივით ვიდეოებს, დამილაიქეთ, გააზიარეთ და შემდეგ კიდე ბევრ ლამას სიახლეებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ რანაირად მოვაშინოთ კურდღლები. ჩვენი რა ვიცი, ამით კი ვერ გამდიდრდებით ძვირფასებო, მაგრამ რა ვიცი, შემოსავალი წყარო მაინც რაღაცა იყოს სოფელში, თუ გაქვთ ადგილი უქმად და არ იყენებთ, იყოლიეთ კურდღელი, მოაშენეთ, მოამრავლეთ, ზოგ სახლში გამოიყენებთ, ძალიან კარგი ხორცი აქვს, დიაბეტურია პირველი, როგორც ვიცი, აი არ არის ქოლესტერინით სავსე, ბავშვებისთვის რა თქმა უნდა მისწერება ამათი ხორცი და ესე შემდეგ. ჩვენთან ეს კულტურა დიდი ხნის დანერგილია, მაგრამ რეალიზაცია ძალიან ჭირს ჩემო ძვირფასებო. ეხლა წავედი, კარგ დღეს გისურვებთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.